შოთა რუსთაველის სახელობის გურჯაანის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ 1200-მდე ახალი წიგნი შეიძინა. ამისათვის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ 15,000 ლარი გამოყო. ამ ეტაპისთვის წიგნებს ახარისხებენ და როგორც ცენტრალურ, ისე სოფლების ბიბლიოთეკებში მკითხველისთვის ხელმისაწვდომი მალე იქნება. ლიტერატურა მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა. ეს ლიტერატურა გადანაწილდება როგორც ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასევე სასოფლო ფილიალებში. ლიტერატურა შეიცავს ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას. უფრო მეტი წილი მხატვრულია, ქართველი მწერლების ნათარგმნი ლიტერატურა, არის ფსიქოლოგიური ლიტერატურაც, საბავშვოც, ცოტა უფრო სხვა ჟანრის სახის ლიტერატურას, მაგრამ ძირითადში მაინც მხატვრულ ლიტერატურას დავერხდნით. მინდა მკითხველებს უთხრა, რომ თითქმის მაგათი და წამოსული თხოვნა არის და ეს წიგნები შემოვიტანეთ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. დღეისათვის თითქმის 414 დასახელების ლიტერატურაა. თითქმის ნახევარზე მეტი გავაკეთეთ და მალე იქნება მკითხველისთვის სასურველი. პროცესი რთულია, ვერ ვიტყვი რომ ადვილია, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ლიტერატურა, მაგრამ ვახერხებთ რომ შევიდანოთ როგორც ჩვეულებრივ საბიბლიოთეკო კატალოგში, ისევე ცენტრალურ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში, რომელსაც მიწვდომა ექნება ყველა მკითხველისათვის.